ეს მომატყუე. ცოტა შესვენება რო გავაკეთოთ. უკვე გამარჯობა, მე ვარ გიგა, ეს არის გიზაკები, გადაცემა ცხარე ხტები და უფრო ცხარე კითხვა. დღეს ჩემი სტუმარია ადამიანი, რომელსაც შეუძლია დისან მიკრაჯიბიტად აროს საჩხერის კრიპტონული ლიდერის შვილი, ქართველი სუპერგმირი და გენიალური სპორტსმენი ლაშა ტოვა. კარგად თქვენ როგორ ხართ? ხარ, მე კარგად ვარ. სიცხარეების განწყობაზე ხარ? ჯერჯერობით მეც კარგად ვარ და ნახოთ. უჭმელი იქნები. მოდი ტყემლიანი გავსინჯოთ და დავიწყოთ ჩვენი ამბავი. მოსულა? მოსულა. წავედით. ეს მომატყუე. ხო არ მწარე. ისეც მწარია, მართლა მწარი არის ეს ტყემალი. შეგვეშალა მგონი. ხონამ ვარ მარტო. ხო აქედან უნდა დაგვეწყოს. აუ საო. როგორ ვთქვი? 10 ფრთა გვაქვს, 10 სოუსი და 10 კითხვა. დავიწყე. უკვე ვახსენე. გარა, აშკარას შეგვეშალა. დავსხარია ჩა. უკვე ვახსენე რომ შენ ხარ უძლიერესი სპორტსმენი და არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ეჭვი ეპარება შენ სიძლიერეში. რაში ხარ სუსტი? თუ გინდა ცხარეების ჭამაში სუსტი ვარ. გამეტანი სუსტი ვარ თან, მაგრამ რაღაც ყველა ადამიანს აქვს რაღაც სისტემები ალბათ. ყველაფერში მაგარი ვერ იქნება ადამიანი, ხო იცი ეგეთი ეს არის. რა, აი სიცხარის ჭამაში სუსტი ხარ? რა ვიცი, ესე კონკრეტულად ამიტავზე, რა ვიცი, ისეთი არაფერი, მაგრამ არის ცხოვრების რაღაცები, სადაც შეიძლება სისუსტე გაგაჭეს ადამიანს. კაი, ბატონო. ეხლა ხარდი? მაგრას. ვა, ცოტა ჩაკიჩა ხოლმე არ ძედა. ნაუ, იმ ხელა მოკბიჩა მე ეს. მართლა ტყემალი მეგონა და საერთოდ. ძალიან კაი. ნა. შეუძლებელი, ეს არის ძალიან გამრიელი. მიგე. იცი აგემრიელია. გიგი. ეს კარგია. შვენიერი. მართლა შეგეშალათ ეს იყო მგონი. ბოლო? აი. პირველი ეს უნდა ყოფილიყო და ისმის რომ ძალოსთან არ დაბადებულ ხარ და ცხოვრების რაღაცა კონკრეტულ ეტაპზე მივხვდი რომ ძალოსთან დაიყო შენი ძირითადი საქმე. მაინტერესებს პირველი მძიმე ნივთი რა აწია რის შედეგადაც მივხვდი რომ ძალოსანი უნდა ყოფილიყო. ეს რა აუწერა ამ გადამაწყვეტია, არა უფრო აი ძალით მიყავდი ხოლმე დარბაზში მომაჩვენე, მაგრამ პატარაობაში რაიონში დავიბადე და იქ ხო იცი რაღაც ცოტა ისეთი ბავშვი ვიყავი რომ ყველაფერს შლიდი რაღაც და ეხლა მომაჩვენე გაფუჭებული მანქანა მოვიდა სახში თუ რაღაც და უნდა დაშიიყო რა ის მანქანა, სულ ეს მანქანების სკოლა ხოლმე თავიდან ეხოდი და ავდექი რაღაც აჟიგული იყო ამას რაღაც 13 წელი ის არ ვიყავი და მატორი დავშორე და ამოვიდე გამარტო და მაშინ იყო ხარ ვიცოდი ალუმინი იყო და ხო ის ყველა ბავშვი უნდა და ჩამებარებია და გავშალევეთქო. მაგარი. ესე იგი მატორი იყო შენი პირველი ძიმე ნივთი. კი, მე ეგრე იყო. როგორ ხარ? კარგად. ძალიან კაი, მაშინ გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ. სირაჩა. სადაც ცოტა რა.
კარგია. ეს მართლა კარგია. კარგი, მაგიტო ჭამამდე. მაგრამ ხშირია ეს. ძალოსანი ხარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა სპორტის სახეობებიც მოგწონს. ფეხბურთი მოგწონს ძალიან როგორც ვიცი. ხო? აი ერთი საფეხბურთო ბლიცი ჩავატაროთ და გავიგოთ შენი საფეხბურთო გემოვნები. მესი თუ რონალდო? მესი. გვარდიოლა თუ მაურინიო? მაურინიო. ინგლისის ჩემპიონატი თუ საქართველოს ჩემპიონატი? ვინაიდან უფრო აი საქართველოს ფეხბურთელს ვცნობ, აკითხა წამოვადოთ. და მაინც ისე ზოგადად საყვარელი ფეხბურთელი თუ ხავს? არა, მაგრამ აი პირველი კითხვა რომ დამისვით მესი თუ რონალდო, უფრო მესის ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას და რატომღაც რონალდო უფრო ლამაზ ფეხბურთელად მიმაჩნია, ანუ აი რაღაც ეს აგებულება ყველაფერი უხდება სტადიონს ესე რომ ვთქვა და მესი მაინც დავით რატომღაც უმრავლესობა ალბათ უფრო რონალდოს სივრცეს ხოლმე, მაგრამ მესი ო შენ და მესი რა ეგრეა. ორივე დიდი ფეხბურთელია. შენ თუ ხარ მაგარი? არა, მართლა გემრიელებია, არც უის მცხარია, მაგრამ პირველი იყო რაღაც სასწაულად. ხე შეგვიძლია გაჩვენოთ რომელიც გინდა. არ მადლობა. აუ ესე წარე ყოფილა ეს. რიოში აკაჩი დაამყარა მსოფლიო რეკორდი 215 კილო აწია, მაგრამ 216 აგიწია ირანელმა. და სალი ირანელმა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შენ გახდი ოლიმპიური ჩემპიონი, იმიტომ რომ პრაში მე აუწია. რაღაცა არა ადამიანურობები გააკეთა. მაინტერესებს უშუალოდ პერიპეტიები. წინასწარ ქონდა დაგეგმილი 258 თუ იქ უშუალოდ სპონტანურად მოხდა რიოში ეს ყველაფერი. დაგეგმილი ქონდა, რაც მოსაგებად აღჭირდებოდა იმ წონებზე მივიდოდით აუცილებლად, კარგი ფორმაში ვიყავი, მაგრამ რატომღაც ეს შეჯიბრის სოლოობის დროს უკვე მეორე მისვლა ჩემპიონი გავხდი აკვის მოძრაობაში, უკვე ორჯერ ჩამოვედი და ის მესამე მისვლა უკვე ორჯირის რეკორდზე წავედით და უფრო გავალამაზეთ ეს თქვა შეჯიბრება და ვიცი თან ვიყავით ფორმაში და ეს 258 თან იქ რაღაც უარყოფითი ის იყო რაღაც ირანელი გულში მატკერიდან წამოსულდა მე მოდი დავუმტკიცოთ რომ ამდენად ღირსეულად მოვიგებთო და კიდე კაი ოლიმპიადაზე ვიყავით არაფერი არა ემდენი იყვნენ ისე სიმართლე გითხრათ ეგრე არ იყო სულ ერთ ქართველზე 100 რა არა გულში მატკერობით შეუმდნენ მაგრამ ისე ჩვენ ვაჯობეთ ძალიან კაი გილოცავ და ძალიან დროს ვილოცავ რამდენი ხანი დავიდა რიოს ოლიმპიის მერე ბიუჩა თამაშების მერე გავაგრძელოთ კიმჩი ნინძა. ეს სერიოზული იქნება. კი, ნინძები სერიოზულები არიან. ესე გემრიელია. გული კი წდება რომ ვაგდებ ეს აიმათ, მაგრამ შენ სულ ჭამის. მაგარი მადაკები. დაცდა სიმწარის მე მოგე ძალიან მაგარი ვიდეო, სადაც ეროვნული ნაკრების ექიმს გიორგი კინჭარავს ეჭიდა. კი, მე მგონი არის ეგეთი კადრები. რა გინდოდა რატო ეჭიდა? ჭიდაობაში მეცე თუ რა ხდება ვერ გა. არ ვიცი რომელზეა კონკრეტულად, ბევრი არის ხოლმე გეჩემ ხო. ბევრი ჭიდა. ვერთობით ხოლმე ხორობით. შენ არ ქნა მაგას გართობას თორე გიორგი კინჭარავს. არა, ერთი ის იყო რაღაც დასვენების პერიოდი ჰქონდა და რაღაც საყონიშნავდით უბრალოდ არ მახსოვს ბუნებაში ვიყავით და იქ ისე მოხდა რომ ცოტა დაულივეთ და გაიხსნა პატარა მოვეჩვენე და დავიწყე თან მე და ჩემი ძმაც სარანაკლებია ჩემს სიმართლეთან და ჯერ ჩემს მოდაღალა და მე ისე გამიჭირდებოდა მოუგე ხო საბოლოო ჯამში კი დავამარცხე კაი ხვიდა. მე ძალიან ახალი ნაჭამ დრო შეგიძლიათ დააფიქსოთ ლაშა დავახაძის სახე. კაიო. ზიგვა ხარ ყველაზე ძლიერი. და ვერ წარმოგიდგენია სპორტულ სივრცეში სიმძიმე, რასაც ვერ აწერ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ფსიქოლოგიურად რაღაც ისეთი სირთულეები ქონია, ისე აწევაც გაგრთულებია ცხოვრებაში.
მივედი 270 კილოგრამზე დარბაზში. და მაშინ ჩემ თავს ვერ ვცნობდი რა, ისეთი შიში განვიცადე, რაღაც ფსიქოლოგიურად რომ მეთქვა აღია. ვერავწი. სხვა რამე ქვია მაგას უფრო. შიშით იმენა რაღაც მივედი და მართლა ძალიან გამიჭირდა. დავიწყეთ ბარბეკიუ სოუსი. ძალიან ცნობილი ვიდეო არსებობს. როცა წონის შეკვეთის დროს შენ გეკითხებიან რამდენი შეუკვეთო და შენ პასუხობ რამდენიც გინდა. აი ეს ამასე მომიასწორე. იყოს. რამდენიც გინდა. აი, ძმაკაცურად მითხარი. რამდენზე იყავით ანახმა? რამდენს აწევდი? არ ვიცი, რა ვიცი. აი ესეთი შედეგიზადება მინდა საბოლოო ჯამში რაც სოფლიო ძალოსნობის ისტორიაში არასდროს არ დავაფიქსირებია და იმ მომენტში ვიყავ მიზად რომ მეთქი მიმიშვით მეთქი. ნუ ეს ახლა რაღაც დაგეგმილის არ იყო სიტყვები რაღაც ეს არც ვიცოდი შემდეგ მე თვითონაც ინტერნეტში ვნახე რომ ეს რაღაცები იყო ის იქ მომენტია ნამდვილად არ მახსოვს რომ აი ის თქვი და ეს თქვი და რაღაცა თავად მიზანი არის ის რომ ძალოსნობის ჩემი აზრით კი არა და ყველას აზრით ალბათ შენ ძალიან ხო, ეგარია. ხო, ძალიან დიდი ასოებით და ოქროს ასოებით ჩაიწერე ძალოსნობის ისტორიაში, მაგრამ ბოლო რა გინდა? რამდენი უნდა აწევ? არ ვიცი, რამდენი უნდა ავწევ, მაგრამ ყველა შეჯიბრის მოგება მინდა, რაც სადაც მივიღეთ მონაწილეობას და ტიტულებითაც და ისედაც რეკორდებით ვიგებ. დავამახსოვრე თავი ჩემ გუნდ შემადგენლობას. სიცხარეების ჭამით? ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ალბათ რაღაც ვიტყვი. ტროპიკული ცეცხლი. ეს სასწაულებია. პირველი მე გავსინჯავ ახლა. მიდი აბა. და თუ გაგიჭირდა მე აღარ შევჭამე. მან მიდი. მე გავსინჯე ცოტა. დააგებინე, ხო? მოკლედ, იყო იდეალური სპორტსმენი და ხალხს უყვარდე. მის რომ ძალიან ბევრ და შრომატევად ვარჯიშზე გადის. და ვერ დავიჯერებ რომ სულ ვარჯიშობ. ხანდახან ხო ერთობ. ჩვენი გართობა არის რა ახლა სულ შეკრებაზე გვიწევს ყოველთნა რაღაც ვარჯიში და შემდეგ უკვე მონატრეულები ვართ ოჯახს, მაგრამ რაღაც ჰობები გაგვაჩნია ჩვენ ცხოვრებისეული. ბევრს არ მოწონს ჩემი რაც მე ნადირობა მიყვარს რაღაცა მაქსიმალურად ვცდილობ რომ მეგობრებთან ერთად ამ ხილის მონატრეულითან რაღაცა ბავშვების მეგობრებთან ერთად რა თქმა უნდა ვისაც ნადირობა უყვარს ზოგადად რაღაც ხანდახან დალევას გვიწევს ეს რაღაც ტრადიციული, მაგრამ სანადიროთ რაღაც და დიდა და ეხლა რო ვთქვათ რომ რაღაც ესე ვერაფერი. მაინც ოჯახის წევრთან გვიწევს ხოლმე ყოფნა და არ გვაქვს რაღაც ეს ფუფუნება რომ 2-3 დღის შესვენება მაქსიმუმ. ხო, ანუ სულ ინტენსიურ ვარჯიშს. ვარჯიშზე ყველაზე მეტი რამდენია გიწევია? 265 კილოგრამი. ტაში იმდენი? რა ვიცი, ამ ბაგაჯია. აზრება ხო აი ეს აკვიჩი. დათულა 270. აკვიჩი და 2 ჭიდის ჭიჩი ანუ იცალი, ანუ ორივე ერთად ჯამდება შეჯიბრებაზე 400 დენი 485 გამოდის 2 ჭიჩი. მაქამდე კლავიშ თავი 2 წელი. ხო. შემდეგ აღებული 485 გამოდის რაც მაქვს გაკეთებული დარბაზში. ეს თუ იცერა. არ ვიცი. ეს არის 485 კილო. ანუ ეგეთის ხარია, ხო? აქნა რომელი არის ის ხო? ბოლოს. იცი რა ქვია? არა, ჩვენეთ. Adios. თან ჩონჩხი რო ახატია ყველანი. Adios. დაიწყე. ვაი. შენ მაგას ეძახი ბოლომდე. ო! უკვირჯა. ვიცი რომ შენ და ურმანიძე ხართ ძალიან კაი მეგობრები. კი. ფაქტი რომ შენ ხარ სულ პირველი და ირაკლია მეორე. ძმაკაცობაში ხალხს არ გიშლით? არა, ეხლაც ერთად ცხოვრობთ, ანუ ზბორებზე როდესაც ვაყოფილობთ, სულაც გვიწევს ყოფნა.
ეხლაც დატოვებული მყავდა ეჭვიანო საწახებია და ალბათ ისევე დავბრუნდები მეთქან სულ ერთად გვიწევს ყველნა და უკვე ერთმანეთს ვამხნევებთ მაგრამ როგორი დაბრუნდები ხო არის? კადრო იყო იკას ყველაზე მე გავიზარდე ანუ იკა ასაკით ჩემს დიჯერს და მის შედეგებს რო გებულობდი ხოლმე ძალიან სიამოვნებდა და პირიქით რაღაც და ძალიან დიდი ხანი არის რაც მეგობრობთ და ძალიან დიდი პატივისცემი გაიგეს ვინაიდან მართლა კარგი ადამიანია და სულ ამოვდი ხოლმე ანუ რაღაც შეჯიბრებები იყო სადაც ერთად ვერ მივიღეთ მონაწილეობა და სულ რაღაც ისეთი განცდა მქონდა ხოლმე რომ იკა ჩემ გვერდის ხო არის მაინც ორი ადამიანი რომ მონაწილეობთ ერთად უკეთესი არის ფსიქოლოგიურადაც სულ რაღაც მინდა რომ კიდე დიდი ხანი გააგრძელოს კარიერა შეიძლება დიდი ხანი გააგრძელოს კარიერა ჩემი კარიერის რა მოგახსენო? კიდე მაგ დამწვარი ზოგადად წავიღო. არა და ჩემ საქმიანობაში თავარი პირის აპარატია უნდა ვილაპარაკო და ვინ გაძალეს ცოტა ჭამეთქეთა. ლაშა. მე ძალიან დიდ მადლობას გიხდი, რომ დღეს ჩემი სტუმარი იყავი. ეგრელი ასასინი. გაიხარეთ. არის ის ასასინი რომელსაც შეიძლება ვერ გადაურჩი, ამიტომ ეხლა გეშვიდობა. და ყველგან ასხია. მოდი. მეგრელების ხათრით. შენი მეუღლის ხათრით. საქართველოს სახელით. როგორ ხარ? კარგი ხო ხარ? წარეა? არა? ვეღარსო. გაითიშე? პირველის მერე არც ერთი წარი არ იყო. აუ პირველი არა. და ტყემალიაო მომატყვეს. არა ტყემალია მარტო, აი გაგატან თუ. ძალიან ხარ გაკეთებია. ვერაფრით ვერ იმავს ხე. ეს ახლა რო დავლიო აღარ ითვლება ხო? ძალიან რთული და საპასუხისმგებლო დრამატული სპეციალობა მაქვს. სპორტის სახეობაც. ბევრს შრომობ, ძალიან ბევრი იმედგაცრუება, ბევრი პრობლემა, ბევრი ტკივილია. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კადრს ხედავთ. შტანგის აწევას. მაგრამ ვიცი რომ ძირითადი ბრძოლა იწყება ცარცში ხელის ჩაყოფასთან და მთავრდება შტანგასთან. მაქსიმალურად ნათლად არ მიწერე აი ეგ ბრძოლა, აი ეგ 10 წამი ცარციდან შტანგამდე. რას განიცდი მაგ დროს? როგორ მოტივირდები? აუ, ოფრმა დავასწრეს ესე არის. აი, ყველაფერს აფიქსირებ მომენტში, როდესაც უკვე ადიხარ ფიცანაგზე და მარტო ანუ ეს რო თქვა უსულსაგან დაგიწევს კინას ან ჭიდილი. რაც რა ვიცი. რთულია ნამდვილად, მაგრამ ფსიქოლოგიურად უფრო რთული არის, შეიძლება ფიზიკურად მზად იყო. ძალიან დიდი შემაძლება ყველაფერს, მაგრამ უკვე ფსიქოლოგიურადაც ელემენტარულ რაღაც უკან დაიხიე და გატყდი. დიდი ალბათობით იმ წონას ვერ დაძლევ, რადგან უკვე მაქსიმალურ წონებზე დიდი ყურადღება არის საჭირო ფსიქოლოგიურადაც მომზადებული უნდა იყო და ოდნავ შეცდომაც კი შეიძლება დაგიჯოს უკვე ან იმ წონის არ ჩათვლად ან აი რაღაც დიდი ტრავმა მიიღო იმ მომენტში და ეს 10 წამი აი ვაფშე საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავ, როდესაც უკვე დარბაზი სავსე არის გულშემატკივრებით და ადამიანებით. მაგ ყველაფერს ვერ ვაფიქსირებ, ერთი წერტილი არის, რასაც ვხედავ და მხოლოდ შტანგას. და რა ვიცი. აი ეგრე ვარ მე. აი მეგრელი ასასინი როდესაც აქ ვერავის ვერ ხედავ, მხოლოდ მეგრელ ასასინს ვხედავ და იმას ვჭამ ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ესე ტკბილა დროის. ხო გამწარდი. ოფხმა ხო დაგასხა. კი. მითხარი სამი ადამიანი, ვისაც შენ ადგილას ისურვებდი, ვისაც გაამწარებდი და მოვიყვანთ იმ სამ ადამიანს. სპორტსმენები. რა თქმა უნდა. გენო პეტრიაშვილი ვიცით სოფლიო ჩემპიონი ჩვენი. გურამთუშვილიც იყოს ძიუდო და მოდი ძიმეწონებს დავასახელებ, რადგან ძიმეწონებში ასპარეზო და სხვადასხვა სპორტის სახეობებს ავირჩევ ეგორი და მესამე ვინ იყოს? მოდი მაშინ იყოს ირაკლი. ირაკლი. მეც ვთხოვ თქვენს დაურეკავთ და აუცილებლად თან მე მოვიყვანო ეგ გზას ვიცი. სიამოვნებით ვიყურებ. შენ გამოცდილი ხარ უკვე ამ ამბავში. კი. ვაშა ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მიხარია რომ გაუძელი, მიხარია რომ ისეთივე ძლიერი ხარ ცხარეების, ისეთივე ძლიერივე ხარ ცხარეების. ვაღიარებ შემიძლია თქვა რომ აღიარე რომ მე ხარი არ არის ჩემი ხეკი. კი, არ ჩვენ შევძელით ლიდერ სპორტმა ეს შეძლო და შენ გაჭამა 10 ცხარეს ოფს.
ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ და ლიდერში. სოფლიოს სამგზის, ევროპის სამგზის ძალიან ბევრი რეკორდის დამამყარებელი და ოლიმპიური ჩემპიონი, სამყაროს ყველაზე ძლიერი ადამიანი ლაშა ტალახაძე. მადლობა.